სიმონ კანანელის გზა, ასე ეწოდება აფხაზეთიდან დევნილი სასულიერო პირების მიერ უკვე ტრადიციად ქცეულ ფეხით მსვლელობას მცხეთიდან საქართველოს სარწმუნოებრივი ცენტრიდან აფხაზეთისკენ. მსვლელობა, რომელიც პირველად შარშან უწმინდესის და უნეტარისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის ლოცვა კურთხევით განხორციელდა წელს 1 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული საგანგებო წირვის შემდეგ დაიწყო. უფალი ხალხის ლოცვით, ჩვენი ლოცვით გადააფარებს საქართველოს თავის კალთას და საქართველო იქნება უვნებელი, იქნება მთლიანი და საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამ სიტყვებით გამხნევებული მომლოცველი მამები იმედოვნებენ, რომ მათ გზადაგზა დევნილი და არადევნილი მოსახლეობაც შემოუერთდება. ისინი ჯვრით, ხატებით, გალობით და ლოცვა-ვედრებით ფეხით შემოივლიან საქართველოს 23 დასახლებულ პუნქტს, რათა 23 მაისს აფხაზეთში დაკრძალული წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენების დღეს ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობლის პარაკლისი აღავლინონ ენგურის მისადგომებთან და ოკუპირებული ქრისტეს მოციქულთა ნაქადაგარი და ნატრფალი კუთხე კიდევ ერთხელ შეავედრონ უფალს. მლოცველთა ჯგუფის მსვლელობის გზა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთხოვთ წმინდა სიმონ კანანელს, რომ შეგვეწიოს ამ გზაზე და განგვამტკიცოს ქრისტიანობაზე. გარდა ამისა, ვინაიდან დაშვებულია ჩვენზე ეს ტკივილი და მწუხარება, შევთხოვთ, რომ მოგცეს ნიჭი და მადლი ღმერთმა სიმონ კანანელის ლოცვით, რომ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და დანახვის შედეგად, მარტო დანახვის შემდეგ ხდება განკურნება, ანუ გამოჯამრთლება, ანუ გამთლიანება. და ჩვენ თვითონ აფხაზეთიდან ვართ და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ პირველი, როგორც მაგალითის მომცემი მონაწილეობა ამ ლოცვით მსვლელობაში, დავინახოთ ჩვენი ცოდვები, შევინანოთ და უფალი ღმერთი, როგორც კი დაინახავს ჩვენს გულწრფელ სინანულს, არ დააყოვნებს და წყალობის თვალით გადმოგხედავს, დაგვიბრუნებს და დაგვაბრუნებს აფხაზეთში ჩვენ. ამ გზას ჩვენ უკვე მეორე წელიწადია გავდივართ დევნილ სამდელოებასთან ერთად და რა თქმა უნდა ადგილობრივ მორწმუნეებთან და სამდელოებასთან ერთად. ეს გზა 23 მაისს დასრულდება ენგურის ხიდთან, როდესაც არის ხსენება წმინდა მოციქულისა სიმონ კანანელისა და აქედან ჩვენ მივემართებით წეროვანში ცხინვალელ დევნილებთან დასახლებაში გავჩერდებით პირველი გაჩერება. შემდგომ ჩვენ გადავალთ ესეთ სვანების დასახლებაში თხოთის მთას გადავივლით, კასპში გადავალთ, გორში და გომიდან უკვე ზემო იმერეთზე გადავალთ დასავლეთ საქართველოში და ესე გავემართებით ენგურის ხიდამდე და ესე იგი 23 დღე განვადიდებთ და ვევედრებით წმინდა მოციქულს, რათა მან ინებოს, რომ მშვიდობიანად აღდგეს საქართველოს მთლიანობა, აღდგეს ძმობა და სიყვარული აფხაზების, ოსების და ქართველების და ეს მშვიდობა მოეფინოს მთელ საქართველოს და ასევე ვამხნევებთ ადამიანებს და მოუწოდებთ იმისაკენ, რომ ეკლესიაში ვიაროთ, დრო გამოვნახოთ იმისათვის, რათა ვადიდოთ უფალი და ყველა ჩვენი განსასწრელი, რა თქმა უნდა, გადაილახება აი ამ ლოცვით და ღვთის მეოხებით. ქრისტე აღსდგა, ღმერთმა სრულიად საქართველოს მრავალს დაგვასწროს და ძალიან მალე იქნება, რა თქმა უნდა, აფხაზეთში დაბრუნება, როცა შევალთ, მაშინაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გზა იარსებებს და სვეტიცხოვლიდან უკვე არა ენგურის ხიდამდე, არამედ ახალ ათონამდე წმინდა სიმონ კანანელის საფლავამდე იქნება ეს გზა.